ძალიან მიხარია თქვენი ნახვა ესეთ შესანიშნავ ადგილას და ესეთ შესანიშნავ ამინდში, ხო? მე და სანდრო გუდუიაშვილი, რომელიც არის ჩვენი სტუდენტი, დღეს შევეცდებით ვილაპარაკოთ თემებზე, რომლებიც შეეფერება ამ შესანიშნავ კულტურულ ლანდშაფტს, ხო? იმიტომ რომ ილიას იუბილესაც ვზეიმობთ და დაიწყო ეს ზეიმი ნინო დობორჯგინიძის შესანიშნავი ლექციით საგურამოში და ვფიქრობთ, რომ კიდევ ესეთი მრავალი ღონისძიება ჩავატაროთ, სადაც ერთმანეთს შევხვდებით და გაუზიარებთ აზრებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არ დარჩეს მე და სანდრო საუბრად მხოლოდ და ძალიან გვინდა, რომ თქვენი შეკითხვები, კომენტარები, აზრები და ასე შემდეგ გამოთქვათ, ზე ხელს გვიწყობს, არ შეგვცვლდება და არ მოგვინდება გაქცევა, ხო? მოდი დავიწყოთ ილიათი და მე დავიწყებ ესეთი ამბით, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს სიმბოლური თარიღები ხოლმე, იმიტომ რომ იმედი გვაქვს, რომ ეს სიმბოლური თარიღები რაღაცნაირ წესრიგს შემოიტანს ისტორიულ ქაოსში. ხშირად ეს იმედი გადაჭარბებულია, მაგრამ 1900 წელს, რომელიც ფსიქოლოგიურად თითქოს ისე განიცდება, რომ მე-20 საუკუნის დაწყისი იყოს, ტექნიკურად მე-19 საუკუნის ბოლო წელია, ილია მიდის ბერლინში. და ბოლომდე იქაურმა ექიმებას ვერ გაარკვიეს რა ხდებოდა და რატომ, მაგრამ ერთ-ერთი კომიკური დეტალია, რომ ეუბნებიან, რომ მოწევა შეეშვება და აღარ ეწევა, უკეთესად ხდება, ხო? ანუ რაღაცნაირად კავშირში არ გვეჭას ამასთან და ბერლინიდან ის წერს თავის მეგობარს, ნიკო ცხვედაძეს, რომ მართალია ბევრი ვერ ვნახეო ჯერ ბერლინშიო, ვერაფერიო, იმიტომ რომ ექიმმა აუკრძალა დატვირთვა და შესაბამისად უწევდა, რომ ძირითადად სახში ყოფილიყო. მაგრამ რაც ვნახეო, სრულიად საკმარისია, რომ ქართველმა კაცმა თავი ღვთისგან დაწყევლილად იგრძნოსო. სად ესენი და სად ჩვენი უბედურიერიო. ეს არის ძალიან ტრაგიკული სიტყვები და ილიას განცდა გასაგებია, ილია ცხოვრობს იმ დროს ქვეყანაში, რომელიც არის ნაწილი ჩამორჩენილი იმპერიის და ილია ფიქრობს, რომ ამაზე უარესი ალბათ რა უნდა იყოს. სინამდვილეში, ჩვენი პერსპექტივიდან ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამაზე უარესი რაღაცები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ რუსეთის იმპერია, რომელსაც ლენინი უწოდებდა ხალხთა საპყრობილეს, მაინც ბევრად უკეთესი ქვეყანა იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირი. იმ მარტივი კრიტერიუმი რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველო აღმოჩნდა ბევრად უფრო მომზადებული დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, რუსეთის იმპერიაში მაინც ბევრად უფრო დიდი შანსი იყო ავტონომიური განვითარებისათვის, მაგრამ არც ილიამ და არც სხვა არავინ ამ დროს ჯერ არ იცის რა იქნება მე-20 საუკუნის ტოტალიტარიზმი. და შესაბამისად ვერ წარმოუდგენია რა შეიძლება იყოს უარესი. ილიამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს შესაძლებელი ყოფილიყოს. მან გააკეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ დაიწყო ინსტიტუციების შექმნა. მე-19 საუკუნეში ეს არის ადამიანი, რომელიც არსებს პირველ ბანკს, არსებს მედიებს, ხო, როგორც არის საქართველოს მოამბე, ივერია და ასე შემდეგ, და არსებს NGO-ს, ანუ წერა-კითხვის დამახსოვრებელ საზოგადოებას. მაგრამ აქ არის ზუსტად ერთი ხაფანგი, რომელსაც ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ჩვენ მიდრეკილები ვართ იმისკენ, რომ ვთქვათ, რომ ილიამ შექმნა ახალი საქართველო. და სინამდვილეში ილიას მთავარი ნიჭი სხვა სფეროში იყო. ილიას მთავარი ნიჭი იყო იმაში, რომ მას შეეძლო ქსელების თანამშრომლობის ქსელების შექმნა. იმიტომ რომ რაც არ უნდა გენიალური ყოფილიყო ის მარტო რასაკვირველია ინსტიტუციებს ვერ შექმნიდა. მას არც ჰქონდა არც მისი ავტორიტეტი, ხო, ის არის თამამავლობით არ ყოფილა ბაგრატიონი და ესე ვთქვათ სამეფო პრეტენზია ვერ ექნებოდა. მან მოახერხა ასეთი ინსტიტუციების შექმნა, იმიტომ რომ მას ჰქონდა უნარი ეთანამშრომლა
და შეიქმნა სივრცეები, სადაც ადამიანები ერთად მუშაობდნენ. ეს იყო დიდი გამოწვევა მაშინდელ საქართველოში და ეს არის კატასტროფული გამოწვევა, კიდევ უფრო კატასტროფული გამოწვევა დღეს. ამისი მიზეზი ისტორიულია, კულტურაშია და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა რაიმე გაკვეთილის გამოტანა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან პირველი ეს უნდა იყოს. ესაა თანასწორთა შორის თანამშრომლობის უნარი და არათ უნარი, არამედ ნიჭი. ეს არ გამორიცხავდა კონფლიქტს. ილიას შეეძლო კონფლიქტი, შეიძლება იყოს და მიდრეკილიც კი იყო კონფლიქტისკენ და პაექრობისკენ და საკმაოდ აგრესიული ფორმებით პოლემიკისკენ. ჩვენ ამას ვხედავთ მისი ახალგაზრდობიდან მის ბოლომდე, ხო, ის მებრძოლი ადამიანი იყო, მაგრამ ის ამას უთავსებდა ამ საოცარ ნიშს, რომ სხვადასხვა სფეროებში ქსელები გაება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი წარმოდგენა ილიაზე აღბეჭდილია რაღაცნაირი აი ეს მისი ცხოვრების ბოლო ეტაპით. ანუ ჩვენ მას ვხედავთ როგორც დარბაისელ მოხუცს და ვამბობთ, რომ ის იყო საქართველოს უგვირგვინო მეფე და ქართველი ერის მამა. ეს მის ცხოვრების ბოლოსაც ჩანდა 1901 წელს იონა მეუნარგია იწერს და პატარა ჩანაწერი აქვს, რომ ვიღაცები მივიდნენ, რომ ილიასთან და უთხრეს, რომ ანტონ ფურცელაძე იყო ესეთი მწერალი და კიდევ ვიღაცა შეარიგე ერთმანეთშიო. და ამიტომ რომ მე რატომ უნდა შევარიგო? იმიტომ რომ შე საქართველოს მამა ხარ. და ილიამ უთხრა, კაცო, მე ჩემი შვილი ვერ გამიკეთებიაო და საქართველოს მამა როგორ ვიქნებიო? ეს ხუმრობა რასაკვირველია. თავის თავში ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას იმაზე, როგორ ვუყურებთ ჩვენ ილიას. ჩვენ ილიას ვუყურებთ როგორც მამას. და სინამდვილეში ილია პირველ რიგში იყო შვილი. რას ნიშნავს შვილი? ის ძალიან ახალგაზრდა გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე, ოდნავ თქვენზე უფროსი, ხო? ის წერს თავის პირველ და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ტექსტს საზოგადოებრივი ცნობიერების ტრანსფორმაციის კუთხით, როცა არის 24 წლის მგზავრის წერილებს გულისხმობ, ხო? და ის იწყებს სწორედ როგორც ვაჟი, რომელიც უჯანყდება თავის მშობლებს. და თავის მშობლებს არა პირდაპირ გაგებით, არამედ მეტაფორულად, ხო? წინა თაობას უჯანყდება და ეს არის ადამიანი, რომელიც ახერხებს სხვა შვილებთან თანამშრომლობას. და ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მის შემოქმედებაში. ეს არის თემა, რომელიც ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რა იყო ილიას ევროპისადმი დამოკიდებულების გულისკული. საქმე ის არის, რომ ილიამ ამოდის ორმაგი ისტორიული წვეთის გამოცდილებიდან. ნახეთ, როცა ის ლაპარაკობს ევროპაზე, ის თითქმის არასდროს არ ლაპარაკობს იმაზე, რომ მაგალითად რელიგიურ რომებზე ევროპაში და ევროპულ ტრადიციაზე ამისა, ან კიდევ ჯვაროსნების ტრადიციაზე და ასე შემდეგ, ხო? მას ევროპა იმდენად აინტერესებს არა როგორც ისტორია, რომელიც იწყება ძველ საბერძნეთში და რომიდან ქრისტიანობაზე გავლით მერე თანამედროვეობა მოდის. მას ევროპა აინტერესებს როგორც თანამედროვეობა. პირველივე ტექსტში, მგზავრის წერილებში, ალბათ გახსოვთ ეს ტექსტი, ხო, აბა წაკითხული გაქვთ თქვენ სკოლაში. თუ გახსოვთ როგორ იწყება ეს, იმიტომ რომ მგზავრის წერილებს კითხულობენ ცოტა უყურადღებოთ ხოლმე. მგზავრის წერილებში თავარი დაპირისპირება მიაჩნიათ ხოლმე რუს ოფიცერს შორის, რომელიც არის ბრიყვი და აბეზარი და უზრდელი და რომელიც ამადლის საქართველოს რომ რუსეთმა ცივილიზაცია შემოიტანა იქ, იმიტომ რომ ბევრი გენერალი გაჩნდა და ეს ცივილიზაციის ნიშანია. და მეორე მხრივ
ლელტღუნიას შორის, რომელიც მოხევე კაცია და რომელიც ავთენტურ ქართულ იდენტობას გამოხატავს და ილია მათ შორის არის და გასაგებია, რასაც ირჩევს როგორც განვითარების გზას. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ გზავრის წერილების პირველი გვერდიდან. სადაც არის კომიკური სცენა ასახული. ილია ელაპარაკება ვიღაც ფრანგ მოგზაურს ვადიკავკაზში და ამ დროს მისი ეტლი მოდის და ფრანგი უყურებს და ეუბნება, ეს რა არისო და შეუძლება რომ ეტლიაო რა, ამით უნდა დაბრუნდეს საქართველოსშიო და ვაიმე ძალიან მეცოდებით რომ ამას უნდა გაალაყებინოთ ტვინი და გულმუცელიო და ილია პასუხობს ამ მთელი რუსეთი ამით დადისო და მე რა ღმერთი უნდა გამოიწყოს რომ ამი დამეშალოს. ჯდება ამ ეტლში, მაგრამ ცხენები არ იწვიან და კვდება სიცილით ის ფრანგი მოგზაური დასცინის, რომ მთელი რუსეთი მაგით დასდის, ვიღა დაეწევაო, ხო? ანუ ნახეთ რა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ეს ეტლი რუსული ეტლი სინამდვილეში დიდ რუს მწერალს გოგოლს თავის უნიშნოვანეს წიგნში მკვდარი სულები აღწერილი აქვს როგორც რუსული იმპერიის თუ რუსეთის სიმბოლო. ეს ტროიკა ეგრეთ წოდებული ბოლომდე ნათელი არ არის გოგოლი ამას აღწერდა სერიოზულად თუ ისიც დასცინოდა, იმიტომ რომ გოგოლი მართლა შესანიშნავი სატირიკოსი იყო. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, გოგოლის ამ აღწერის შემდეგ ეს რუსული ეტლი გახდა სიმბოლო იმპერიისა, რუსული იმპერიისა და ილია იწყებს თავის შემოქმედებას ამ სიმბოლოს დაცვით, აჩვენებს, რომ არ მიდის ეს სიმბოლო არსაით და გვერდიდან ევროპელის დაცვით. ფრანგი, უბრალოდ ფრანგი კი არ არის. პირველივე გვერდში წერია, რომ ხელი ჩამომართვა, მჭიდროდ მომიჭირა ხელი, როგორც ევროპეელებმა იციან. ანუ ფრანგი არის ზოგადად ევროპული სიმბოლო, რომელიც დასცინის იმას, რომ რუსეთი არსად არ მიდის. და იქვე რუსი მეეტლეზის, რომელიც აღწერილია ძალიან კომიკურ ტონებში და გადმოხედავს ის ილიას, რომ რაღაცა მუქარით და აქაც ნათლად არის აღწერილი სიტუაცია ქართველისა რუსეთის იმპერიაში, ხო, რომელსაც მუდმივად ემუქრებიან და ევროპელი, რომელიც ამას გარედან დასცინის. ანუ სინამდვილეში ილია რუს ოფიცერსა და ლელტღუნიას შორის კი არ ირჩევს მხოლოდ, ის ასევე ირჩევს რუს მეეტლესა და ამ ფრანგ მოგზაურს შორის. ანუ სინამდვილეში ილიამ იდენტობა ახალი ქართული უნდა ააგოს ამ ფრანგსა და მოხევეს იდენტობების რაღაცნაირი ერთმანეთთან დაკავშირებით. ეს არის მისი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. და ევროპა სხვათა შორის ის ამიტომაც არ აღიქვამს როგორც უბრალოდ სივრცეს სხვა სივრცეებს შორის. ევროპა მისთვის არის გაწწრება ჩამორჩენის მეტრიკა შეიძლება ასე ითქვას, ხო? ანუ ილიასთვის ევროპა არის დრო, ტემპორალობა, რაღაცა სივრცემ გადაინაცვლა სივრციდან დროში. წინ წავიდა და დანარჩენი სივრცეები უნდა დაეციონ, ან არ უნდა დაეციონ მას. ხვდებით ხო? მაგალითად ხშირად აქ ნათქვამი ეგეთი რაღაცა, რომ ნუ დააგდებ ძველსა გზასა, ჩვენ ჩინეთიდან შემოგვეპარაო და რამდენჯერმე აქ ეს ანდაზე გამეორებული სხვადასხვა ტექსტებში. იმ დროს ჩინეთი არის კოლონია დასავლეთის, ხო? და შესაბამისად აღიქმება როგორც სიმბოლო ჩამორჩენილობის და ტრადიციულობის. დღეს სხვადასხვა სხვა სიტუაცია, მაგრამ ეგაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რო ვთქვათ, ხო? სინამდვილეში ილიასთვის ევროპა არის არა ერთი კულტურა, არამედ საყოველთაო მოდერნული ცივილიზაცია. ევროპამ 1800 წლისთვის სწორედ ეს მოახერხა, რომ 1800 წელს მან მოდერნულობის მოდელი მისცა სხვა რეგიონებსაც, რომლებსაც ისინი ან გაყვებოდნენ, ან და დარჩებოდნენ ჩამორჩენილები. აი მაგალითად ფანტასტიკური მაგალითი ამისი არის დღეს იაპონია და სამხრეთ კორეა, ხო? ისინი რასაკვირველია ევროპული კულტურის ნაწილი არასდროს ყოფილან, მაგრამ დღეს ისინი არიან აი ამ დასავლური მოდერნული ცივილიზაციის ნაწილი.
დღესაც რო შევხედოთ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩინეთის მაგალითს, რომ ჩინეთი არის ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენ ავიღებთ რაღაცებს მოდერნულობიდან, მაგრამ არა ყველაფერს და ჩვენ არ ვიცით გამოვა თუ არა ეს ექსპერიმენტი და რა მიმართულებით წავა და საინტერესოა და ამისი მომსწრეები ალბათ ჩვენს სიცოცხლის განმავლობაში ვიქნებით, ხო? ილია ზუსტად ამას ხედავს. ილიას აინტერესებს ევროპა არა იმდენად როგორც ისტორია, არამედ როგორც თანამედროვეობის მოდელი და სწორედ აქ არის მისი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ ამ მოდელის მიხედვით უნდა გარდაიქმნას ქართული საზოგადოება და ქართული კულტურაც. ანუ თავიდან შეიქმნა შეიძლება ასე ითქვას. ილიასთან როცა ვლაპარაკობთ ევროპაზე და ზოგადად მის წარმოდგენებზე, პოლიტიკაზე, ისტორიაზე თუ ასე შემდეგ, ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც გვაქვს, არის რომ ის არ ყოფილა სისტემატური მოაზროვნე, ხო, მას არ დაუწერია ტრაქტატი და რაღაცა, სადაც ყველაფერს თამოაყალიბდა თავის აზრებს. ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ის არის პუბლიცისტი იყო, მაგრამ ეს პუბლიცისტი რას ნიშნავს? რომ ის იყო ჟურნალისტი. ანუ ის მუდმივად ეხმაურებოდა ახალ ამბებს და რასაკვირველია, ეს გამოხმაურებები ყოველთვის კონტექსტუალური იყო, ხშირად იცვლებოდა პოზიციებიც და შესაბამისად, აი სისტემატურად გამოააშკარავ მისი კონცეფციები ყოველთვის ადვილი არ არის ხოლმე. ამიტომ მე თქვენ დაგელაპარაკებით ცოტა ხანი იმაზე, მისი კონცეფციების გულისგული როგორ არის ნაჩვენები მის მხატვრულ ნაწარმოებებში. იმიტომ რომ სხვადასხვა ილიას კომენტატორებს თუ წაიკითხავთ, ძალიან უჭირთ რაიმე ერთიანი იდეის დანახვა მის სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებებში. რადგან სულ განიხილავენ ხოლმე ფრაგმენტულად. განცდა არო თითქოს არაფერი მათ არ აერთიანებთ. და მე შევეცდები ამ ერთიანობის ჩვენებას ახლა ორი ცნების გამოყენებით, რომელიც ანთროპოლოგიიდან აქვს ნასესხები ლიტერატურულ ცოდნეობას. ეს ცნებებია პირველი ფილიაციის ცნება. მე ძალიან მომწონს ფილიაციის ცნება, იმიტომ რომ ილია ფილიაცია თქოს რაღაცნაირად ესეთი ალიტერაციას, სასიამოვნო ალიტერაციას ქმნის. ფილიაცია ეს მოდის ლათინური სიტყვიდან filius, ანუ ვაჟიძე, ან filia, ასული, ქალიშვილი, ხო? და ნიშნავს წარმოშობას, მაგრამ ასევე ნიშნავს მემკვიდრეობის გადაცემას ესე იგი წინაპრებიდან შთამომავლებზე. ფილიაციის ეს ცნება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ილიასთვის, იმიტომ რომ ის აჩვენებს ყველა თავის ტექსტში როგორ ხდება ამ ფილიაციის გაწყვეტა. მაგალითად ავიღოთ კაცი ადამიანი, ხო? კაცი ადამიანის მთავარი თემა არის როგორ ცდილობენ ლუარსაბ და დარეჯანი, რომ შვილი ეყოლო და შვილი არ ყავდა, ხვდებიან უშვილოდ, ხო? გადაეგებიან უშვილძირო, როგორც ძველი გამოთქვა, ამაზე გამოთქვა გვეუბნება. და რასაკვირველია, ილია მიიჩნევს, რომ ის დამსახურებული იყო, ისინი არ იმსახურებდნენ გაგრძელებას. ეს არის წყვეტა ფილიაციისა. ლუარსაბს და დარეჯანს არ აქვს საშუალება, რომ თავიანთი მემკვიდრეობა გადასცენ შემდეგ თაობას. მაგრამ მაგალითად კაკო ყაჩაღს თუ წაიკითხავთ, რომელიც არის ნარატიული პოემა, ხო? იქ ჩანს, რომ უსამართლოდ შეიძლება ასე იყოს. მაგალითად, კაკო თავარის მთხრობელს მამას მოუკლავენ იმის გამო, რომ ბატონი მოუკლავს მამას იმის გამო, რომ მას უნდა ზუსტად რომ თავისი შვილი თავისთან ყავდეს, ანუ ფილიაციის ეს პროცესი შეინარჩუნოს. ანუ ილია აჩვენებს როგორც სამართლიან დარღვევას ამ პროცესისა, ხო? აი ამ წარსულიდან აწმყოზე მემკვიდრეობის გადაცემის, ისე უსამართლო დარღვევას ამ პროცესისა. და ამ ფილიაციის დარღვევით ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ კი არა, თითქმის ყველა ნაწარმოებში გამეორებულს. მაგალითად, ოთარაანთქრივში, ხო? ერთ-ერთი მთავარი ტრაგიკული მომენტი არის ზუსტად ოთარაანთქრივის შვილის გიორგის გარდაცვალება, ხო? რაც ფილიაციას შეუძლებელს ხდის. ასევე მაგალითად სარჩობელაზე, საუკეთესო მოთხრობა თუ არა საუკეთესო ილია ჭავჭავაძისა, სადაც ჩვენ ხედავთ, როგორ მოსტაცებს ბოროტი მამინაცვალი
ძმებს, მამისეულ მემკვიდრეობას, ხო? განდეგილშიც კი, რომელიც ყველაზე გაუგებარი ტექსტია ილიასი კომენტატორებისთვის, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი კავშირში არ არის რაღაცა სოციოპოლიტიკურ პრობლემატიკასთან, იქაც თავარი პრობლემა სინამდვილეში იმისაა, დარჩება თუ არა მემკვიდრეობა განდეგილს, აი ფილიაციის პრობლემაა სინამდვილეში. ეხლა ნახეთ რა უცნაური ამბავია ამ ფილიაციას ჯერჯერობით არ აქვს ესეთი აღმხსნელი საშუალება თუ არ მოვიხმობთ მეორე ცნებას ასევე ანთროპოლოგიიდან, რომელსაც ქვია აფილიაცია. აფილიაცია როგორც ჩანს დანათესავებულია, ხო? მაგრამ აფილიაციასთან, მაგრამ სინამდვილეში გულისხმობს ნებაყოფლობით გაერთიანებას ასოციაციას რაღაცაში. ანუ თუ ფილიაცია არის ბუნებრივად რაც მოგეცემა, აფილიაცია არის რასაც შენი ნებით აკეთებ, რომ რაღაცა საზოგადოების წევრი გახდე. ხო, ხდები განსხვავება, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს არის ერთი არის ბუნებრივად, მეორე არის საკუთარი ნებით. და სინამდვილეში ილია თითქმის ყველა თავის ტექსტში ცდილობს, რომ მონახოს აფილიაციის შესაძლებლობენ ადამიანები დააკავშიროს ერთმანეთთან, არა მემკვიდრეობით, არამედ საერთო ინტერესებით, სიმპათიით თუ საერთო განსაცდელით. ეს არის მისი მთავარი თემა, მეორე მთავარი თემა შეიძლება ასე ითქვას, ხო? ყველა ნაწარმოებში გლახისნა ამბობი იქნება, თუ კაკო-ყაჩაღი იქნება თუ ასე შემდეგ, სულ არის სცენები, როცა ადამიანები ერთმანეთთან კავშირში მოდიან და ცდილობენ რომ რაღაცა ერთიანი მინი საზოგადოება შექმნან. ამის ფანტასტიკური მაგალითია ილიას ტექსტი ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, რომელიც ძალიან უცნაური სტრუქტურის ტექსტია. მე არ ვიცი საკითხული გაქვთ თუ არა ეს ტექსტი, თუ გახსოვთ. საშობაო მოთხრობაა. ლამის შეიძლება საბავშვოც კი. ინტერნეტში თუ შეხვალთ, არასწორ თარიღს ნახავთ, ინტერნეტში სულ მითებულია, რომ ის დაწერა 1880 წელს და სინამდვილეში დაწერა 1890 წელს. აქ არის უზარმაზარი განსხვავება მათ წელიწადში და გეტყვით რატომ. იმიტომ რომ 1888 წელს არის დაწერილი ვაჟა ფშაველას ალოდა ქეთელაური. და ჩემი აზრით ილიამ ეს ტექსტი დაწერა როგორც პასუხი ალოდა ქეთელაურზე. საინტერესო იქნებოდა რომ მანამდე დაეწერა რომ გამოვიდოდა რომ ვაჟამ უპასუხა ილიას, მაგრამ სინამდვილეში ილია პასუხობს ვაჟას, უბრალოდ ცდილობს ვაჟას თემატიკაში შევიდეს რაღაცაზე და მე მოგიყვებით პატარა მოთხრობაა ძალიან როგორ არის ეს აგებული. პირველი ნაწილი არის კლასიკური საშობაო მოთხრობა, ოჯახური იდილია აღწერილი, დედა, მამა და შვილები როგორ დაფუსფუსებენ ახალ წლის წინა ღამეს. და როგორ ესე იგი ტკბილეულს აკეთებენ, ჩურჩხელა, გოზინაყი, უბრალოდ ბავშვები ფეხებში ედებიან დედას და ბოლოს დედა გაბარაზდება და მამას ეთქვის, წაიყვანა ეს ბავშვები და გაართე რამენაირად. და მამა წაიყვანს და იწყებს ამბის მოყოლას. და ეს ამბავი არის სწორედ ამ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილზე, რომელიც მართლა მოხდა ესეთი ამბავი მე-17 საუკუნეში, ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოყოლილი როგორც ისტორიული შემთხვევა. და უხუნთ სრული კონტრასტია უცებ ეს ამბავი არის იმაზე, როგორ იბრძოდნენ ყიზილბაშები და ქართველები ერთმანეთთან და როგორ აღმოჩნდა ყიზილბაშებს შორის ვიღაც ძალიან ძლიერი ახალგაზრდა მეომარი, რომელიც ორთა ბრძოლებში მუდმივად ამარცხებდა კლავდა ქართულ მებრძოლებს. და შეწუხებული ქართველები ბოლოს ეძახიან ამ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილზე, ეუბნებიან რომ მოდიო რა და შენ შეებრძოლე შენზე მაგარი არ უნდა რკოვსო. შეებრძოლება დაამარცხებს ამ ყიზილბაშს, მაგრამ უცებ არ მოკლავს. და ეთქვის რომ მიჩუქნია შენთვის ცოცხლი, იმიტომ რომ ასეთი ვაჟკაცი ხარო და ეს მართლა ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით ბავშვებისთვის ცოტა შოკია ხოლმე, ხო? იმიტომ რომ რატო არ მოკლა, ხო? იმან ხო ამდენი ქართველი მოკლა და გოსტაშაბიშვილმა რატო არ მოკლა. მაგრამ ეს ცალკე ამბავია, ამას შეგვიძლია კიდე დაუბრუნდეთ. მთავარი ამ შემთხვევაში არის ძალიან უცნაური წყვეტა ამ ორ ამბავს შორის. ერთი არის იდილია, მეორე არის ცოტა საზარელი ამბავი.
რა კავშირში ეს ორი ერთმანეთთან? რა ილიამ არ იცოდა წესიერი მოთხრობა როგორ დაეწერა ნოველა, რასაკვირველია იცოდა, ის იყო ძალიან მაღალი ლიტერატურული კულტურის მქონე ადამიანი, უკვე გამოცდილი მწერალი, რასაკვირველია მას შეეძლო ერთი ამბავი მოეყოლა, ისე რომ ორად არ გაიყო და ორი სრულად დაუკავშირებელი ამბავი არ გაიკეთებინა ერთმანეთთან. მაგრამ თუ გამოვიყენეთ ამ ფილიაციის და აფილიაციის ცნებებს, შევნახავთ შემდეგ ამბავს, რომ ილია ყვება პირველ ნაწილში მოთხრობის ფილიაციის სცენის შესახებ, ანუ ოჯახური სცენის შესახებ, როცა დედა, მამა, შვილები არიან ასე იდილიურ ერთობაში და მე შუაში ის ამბობს, რომ უკვე გავიდა წლები და ყველანი გარდაიცვალნენ, ხო? მარტო დავრჩით მე და ჩემი დავა, ანუ შობლების და სხვადასხვაც უკვე მოუკვდათ. და სინამდვილეში აი ეს ფილიაციის წყვეტას აღწერს, ხო? გაწყდა და შემდეგ აღწერს იმას, თუ როგორც ცდილობს ეს გოსტა შაბიშვილი დაამყაროს აფილიაციური კავშირი თუნდაც მტერთან. ანუ თუ ვისაც არაფერი კავშირი არ აქვს სინამდვილეში, ხო? არანაირი მემკვიდრეობითი ნათესაური პირიქით მტერია, მაგრამ ცდილობს რომ ხელი გაუწოდოს. რატო უყვები ახლა ვაჟას რატო დავაკავშირე, იმიტომ რომ ვაჟას აუდაკეთელაურიც ამაზეა, ოღონდ ვაჟას უფრო დრამატულად აქვს, ხო, იქ სიკვდილის შემდეგ ხდება გარკვეული ტიპის გაცნობიერება პოტენციური აფილიაციის შეაძლებლობისა. და განსაკუთრებით ცოტა უფრო გვიან 1893 წელს სტუმარმა სპინძელს დაწერს ვაჟა, იქ თუ გახსოვთ ფინალი ისეთია, რომ ეს მთავარი გმირები მტრული საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან მითიურ ჯანღში. ხო? ანუ აფილიაცია იქაც, ოღონდ არარეალური, არამედ ფანტაზმატური აფილიაცია, ხო? ანუ დაკავშირება ადამიანებისა, რომლებიც საერთო წარმომავლობით არ არიან დაკავშირებულები. როგორც ჩანს, ეს თემა მნიშვნელოვანი იყო ილიასთვისაც და ვაჟასთვისაც. ოღონდ ვაჟამ აქედან გააკეთა უნივერსალური თემა, ანუ თემა, როცა ადამიანები ლახავენ ყოველგვარ გამყოფ ხაზებს და ილია ძირითადად კონცენტრირებულია თავის თანამედროვე ქართულ საზოგადოებაზე, ხო? მაგალითად, ოთარ ანდქვრივში ეს აფილიაცია ხდება დასა და ძმას შორის, ხო? არჩილი და კესო, რომლებიც ერთმანეთთან რაღაცა აზრობრივ და ემოციურ კავშირებში არიან, ხო? ვერ მოხერხდება წოდებრივი განსხვავებების გადალახვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ორი ადამიანი გააცნობიერებს თავიანთ მთავარ პრობლემას და თუნდაც ტრაგედიას და ეს არის მომავლის იმედი. ილია სულ ფიქრობს, გოსტა შაბიშვილს თუ გამოვაკლებთ, ფიქრობს ლოკალურად, ფიქრობს რა არის ამ საზოგადოების მომავალი. ვაჟა ფიქრობს კოსმიურად, ხო, ის ფიქრობს მთელ კაცობრიობაზე, შეიძლება ასე ითქვას. აქ როგორც ჩანს, მათ შორის განსხვავება არის და ამიტომაც ვაჟა რჩება ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე წარმომადგენლად, ხოლო ილია რჩება იმათ, ვინც ქართულ იდენტობას და ქართულ ერს, ქართულ ერს ახალი ფორმა მისცა, ხო, ეს განსხვავება არის, მაგრამ საინტერესოა როგორ უტრიალებენ პრინციპში ისინი ერთსა და იმავე თემას, ან ფილიაცია, აფილიაციის თემას, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ოღონდ აქ არის ამ თავარი თემის გადაბმა თავარ გამოწვევასთან, რომელსაც ილია ხედავს საზოგადოებაში. რა არის მთავარი გამოწვევა? ჩვენ თქვით, ხო? ეს არის მთავარი გამოწვევა, როგორ ითანამშრომლოს თანასწორებს შორის. იმიტომ რომ ჩვენ ილიას წარმოვიდგენთ როგორც მამას. მაგრამ სინამდვილეში ის იყო შვილი, რომელიც ცდილობდა სხვა შვილებთან ერთად ახალი საქართველოს შეექმნა. ანუ განსხვავება სწორედ ეს არის მამასა და შვილს შორის მიმართება ყოველთვის ასიმეტრიულია და ყოველთვის არათანასწორია. ამიტომ ყველა კულტურა ევროპულის ჩათვლით, მაგრამ ჩინურიც, არაბულიც და ასე შემდეგ იყო ყოველთვის ამ ასიმეტრიაზე აგებული. მამა გადასცემდა შვილს მემკვიდრეობას, შვილი თავის შვილს და ეს ასიმეტრიულობა სულ გადაიცემოდა. მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დაწყებაში ევროპული კულტურის შიგნით ჩნდება მოდერნული ცივილიზაცია, რომელიც ამბობს, რომ
მოდელი იქნება განსხვავებული. არა მამა შვილზე, არამედ შვილების თანასწორი ურთიერთობა, არა უთანასწორო იერარქია, არამედ ადამიანებს შორის კავშირი. თანასწორებს შორის კავშირი. და ძირითადად ეს ახალგაზრდები არიან, ხო? ახალგაზრდებს შორის კავშირი ტყუილ არ მithქვამს. ილია ძალიან ახალგაზრდაა, როცა თავის პროექტს იწყებს და ამ პროექტის ერთგული რჩება სიკვდილამდე. აი ეს ცვლილება არის სწორედ ცვლილება, რომ ილია განიცდის ამას, როცა ფიქრობს, რომ უნდა შეიცვალოს სოციალური მოწყობა, წოდებრივი საზოგადოებიდან უნდა მოხდეს თანასწორ საზოგადოებაზე გადასვლა, ხო? და თანამედროვეობა, რასაც მოდერნობას ეძახიან ხოლმე, მნიშვნელოვანი წელს სწორედ ამ პროცესში დაღიწერება. ილია თავის ლიტერატურულ ტექსტებში ეგზისტენციალურად შეიძლება ასე ვთქვას, გამოხატავს იმ უზარმაზარ ეპოქალურ კატასტროფებს, ხო? და ტრანსფორმაციებს, რომელიც ხდებოდა. კატასტროფა იყო 1801 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვა და რუსეთის იმპერიაში გაერთიანება თუ ასე ვთქვათ, ინკორპორაცია და ტრანსფორმაცია იყო ზუსტად იმავე წლებში ევროპული კულტურის შიგნით მოდერნული ცივილიზაციის დაბადება. და ამ უზარმაზარ ორმაგ წყვეტას ისტორიაში ილია გადმოხატავს თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში. მე მგონია, რომ მოდელი ლიტერატურული ყველაზე ახლო ალბათ იქნებოდა მისთვის შექსპირის ჰამლეტი, ხო? იმიტომ რომ ჰამლეტი რას ამბობს? ჰამლეტი ამბობს the time is out of joint. რომელსაც თარგმნის ივანე მაჩაბელი, როგორც ყოველთვის გენიალური ქართული და როგორც ყოველთვის ძალიან არაზუსტად შექსპირის მიმართ დაირღვა დროთა კავშირი. Time is out of joint არ არის მთლად დროთა კავშირის დარღვევა, ალბათ უფრო ესე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თუ თქვათ კარს ანჯამები რო აქვს და რო ჩამოხსნი ანჯამებიდან, ესე ჩამოიხსნა დრო იმისგან, რასაც მიმაგრებული იყო. მაგრამ დროთა კავშირის დარღვევაც ბრწყინვალე მეტაფორაა, რაც აღწერს იმას, რას განიცდის ილია, ხო? ილია განიცდის ორმაგ ცვლილებას. ერთი მხრივ ის ხდება, რომ წყვეტა მის სამშობლოში, მეორე ის ხდება, რომ დიდი ტრანსფორმაცია მიდის სამყაროში. და ის ცდილობს ეს წყვეტა და ეს ტრანსფორმაცია ერთმანეთს დაუკავშიროს და რაღაცა ფეხი აუწყოს, შეიძლება ასე ითქვას, თავისი ტრამვიდან გამომდინარე, რომელიც ასევე ეგზისტენციალური ტრამვაც არის, ხო? ჩვენ ვახსენეთ მისი უშვილობა, ასევე ძალიან ძიმედ გადატანილი მისი მშობლების გარდაცვალება. მაგრამ ეს ეგზისტენციალური და ეს ეპოქალური ტრამვები, ხო? ერთიანდება და მისი ლიტერატურული ტექსტების არაცნობიერს გამოხატავს, მაგრამ ასევე კონტაქტშია იმასთან, თუ როგორ უყურებს ის საქართველოს ტრანსფორმაციას და ევროპეიზაციას. არა იმ კუთხით, რომ ჩვენ ოდითგანვე ევროპის ნაწილი ვიყავით. ეს არ არის ილიას მთავარი არგუმენტი. ილიას მთავარი არგუმენტია, რომ ევროპა ეს დღეს ნიშნავს, ანუ როგორც მოდერნული ცივილიზაცია, სწრაფ ტრანსფორმაციას და ჩვენ მას უნდა მივყვეთ. და ბოლოს დავამთავრებ ამ ამბით, რომ 1900 წელს ის თორსა ბერლინიდან ბრუნდება. მალევე ხდება ერთი შენობის საძირკვლის კურთხევა. ეს შენობა დგას ვაკეში. დღესაც და თავიდან განსაზღვრული იყო როგორც სკოლა. აი ნიკო ცხვედაძე, რომელსაც ის წერილს ბერლინიდან ეკუთვნის განსაკუთრებული წვლილი, ისიც ილიას ქსელის ნაწილი იყო, რომ შეეგროვებინა ფული ამ შენობისათვის, იმიტომ რომ მანამდე სკოლას არ ქონდა თავისი შენობა და ერთი შენობიდან მეორეში გადადიოდა და მოახერხეს ამ თანამოაზრეებმა ბიზნესმენებს, ბანკს, თავადაზნაურებს გროშობით, როგორც ამბობენ, შეაგროვებინეს ეს თანხა, რომელიც ძალიან ძვირი აღმოჩნდა და დაიწყეს მშენებლობა ამ შენობის. და როცა დასაბუთებაზე მიდგებოდა ხოლმე საქმე, რატო გჭირდებათ ამდენი ფული, ისინი ამბობდნენ, სკოლა, მაგრამ შეიძლება მალე უფლება მოგცენ, რომ უნივერსიტეტის გავხსნათ თბილისში. და ამიტომ გჭირდება. და 1900 წლის
ოქტომბერში საზირკველში ბოთლებში გაზეთიდან ამონარიდებს ჩადებენ და აკურთხებენ საძირკველს და ააშენებენ ეხლა რაც არის თსუ-ს პირველი კორპუსი. რომელიც მართლაც რომის აშენებასაც ვერც ხვედაძე მოეწოდა, ვერც ილია ჭავჭავაძე, აშენებას კი არა, უბრალოდ უნივერსიტეტ გახდომას, მაგრამ რომელიც მართლა გახდა პირველი უნივერსიტეტი საქართველოშიც და კავკასიაშიც, ხო? და ამაშიც კი ილიას და მის ქსელს, მის თანამოაზრეებს გადამწყვეტი როლი ჰქონდა შეტანილი. და კიდევ ერთი პატარა სიმბოლოსავით ილია მოგეხსენებათ ბერლინში იყო და მათ შორის ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორთანაც ჰქონდა კონტაქტი. ივანე ჯავახიშვილი, რომელიც მოგეხსენებათ იყო მთავარი ძალა რეალური დაფუძნებისა უნივერსიტეტის, ასევე ბერლინის უნივერსიტეტში მუშაობდა რაღაცა პერიოდი თავის მეცნიერულ კვლევაძიებაზე და 1800 წლისთვის მე ვამბობ, რომ ევროპული კულტურიდან მოდერნული ცივილიზაცია იბადება მეთქი, ზუსტად ბერლინში ხდება თანამედროვე უნივერსიტეტის შექმნა. ანუ ის მოდელი თანამედროვე უნივერსიტეტისა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აი ამ უზარმაზარ გავრცელებაში მოდერნული ცივილიზაციის ევროპული მოდელის მიხედვით, დაიბადა ბერლინში. სხვათა შორის მერე ეს წაიღეს ამერიკელებმა, აი ჰარვარდი მაგალითად ასე გაკეთდა და ძალიან საინტერესო პატარა ანეკდოტი ისტორიული ბრიტანელებმაც საბოლოო ჯამში გაითვალისწინეს ეს მოდელი, იმიტომ რომ პირველ მსოფლიო ომში სულ შოკი ჰქონდათ, როცა აღმოაჩინეს, რომ ამერიკელები არ უჭერდნენ ერთმნიშვნელოვან მხარს ბრიტანეთს გერმანიის წინააღმდეგ ომში და ვიფიქრეთ, რომ ჩვენ და ხო ეს ამერიკელები ასო ახლოს არიანო, მაგრამ მე აღმოაჩინეს, რომ ამერიკის ელიტის დიდ ნაწილს მასწავლი ჰქონდა გერმანულ უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ გერმანულ უნივერსიტეტებში იყო სადოქტორო პროგრამები და ბრიტანეთის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამები არ ჰქონდათ. და ამიტომ ადამიანები, ვისაც სადოქტორო გაკეთებული ჰქონდა გერმანიაში, რომ ბრუნდებოდნენ, გაკეთებული სიმპათიით ბრუნდებოდნენ გერმანიის მიმართ და აი ეს კავშირი ბრიტანეთს შორის და ბრიტანეთს და ამერიკის შორის, აშშ-ს შორის, მოკლედ ასეთ ყურადღებას არ აქცევდნენ და ამიტომაც შემდეგ ინგლისსაც მოუწია სადოქტორო პროგრამების დანერგვა. ხო, წარმოიდგინეთ, როგორი მნიშვნელოვანი როლი აქვს ისტორიულად შესრულებული უნივერსიტეტებს გარდა იმისა, რაც ახალი ცოდნის აღმოჩენა და გამოყენების მეთოდების დადგენა და ასე შემდეგ და კულტურის ფორმირების უმნიშვნელოვანესი პროცესის ჩამოყალიბება, რაც ასევე უნივერსიტეტებში ხდებოდა, ხო? ილიას ჯავახიშვილის განსაკუთრებული გამჭრიახობა ჩანს იმაში, რომ მათ ძალიან კარგად დაინახეს სად იყო მომავალი და შესაბამისად ამ მოდელის მიხედვით შეეცადნენ ქართული კულტურის და საზოგადოებისათვის ფორმის მიცემას და მნიშვნელოვანწილად ეს გამოუვიდათ და ის განათლება, რომელიც განათლების სისტემა თუ განათლების სივრცე, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არის ევროპულის ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ ამ მემკვიდრეობას ვაგრძელებთ. პატარა რაღაცას დამავიწყდა. იმ გოსტაშაბიშვილზე რო უყვებოდი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ხო, რომ კი ხდება ფილიაციის წყვეტა, კი გარდაცვლილია მამაც და დედაც, მაგრამ რაც ბავშვს ახსოვს, ეს არის მამის მიერ მოყოლილი ამბავი, ხო? ანუ ილია ძალიან კარგად ხედავს, რომ მართალია ეს მემკვიდრეობის წყვეტა ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტრადიციის წყვეტაც ხდება. მემკვიდრეობის წყვეტა გულისხმობს, რომ რეალური უთანასწორობები საზოგადოებაში უნდა გაქრეს, მაგრამ ტრადიცია, რომელიც მამის ხმით, ან თუნდაც დედის ხმით მოდის ჩვენამდე, ეს რჩება როგორც კულტურული ხერხემალი ქვეყნისა, ხო? და უნივერსიტეტის შემთხვევაში, ჩემი აზრით, ჩვენ ამ ტრადიციის გამგზელებლები ვართ. და ეხლა სანდრო მოგიყვებათ იმაზე, როგორ მუშაობს ეს ტრადიცია
დღევანდელ საქართველოშიც და ევროპაშიც. სანდრო არის ჩვენი ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტი, მაგრამ მას შესაძლებლობა ჰქონდა რომ რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტში ესწავლა და შეიდარებინა ეს სივრცეები ერთმანეთთან და ის მოგვიყვება როგორც მსგავსებებზე, ისე განსხვავებებზე. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ბატონო გიგა. მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ სანდრო გუდიაშვილი, ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ასევე ბაკალავრის ხარისხი დამთავრებული მაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის მეიჯორით და კინომცოდნეობის მაინორით. ორივე საფეხურზე საშუალება მქონდა რომ ერასმუსის გასვლითი პროგრამით მესარგებლა. ბაკალავრის ხარისხზე უფსალას უნივერსიტეტში მივიღე განათლება, ხოლო 2 წლის წინ, ხოლო მაგისტრის ხარისხზე უკვე ვენაში ვიყავი წინა სემესტრში, გადაფხული სემესტრში გასვლითი პროგრამით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. და მინდა რომ რაღაცნაირად დაგანახოთ ჩემი გამოცდილებები გაგიზიაროთ და დაგანახოთ ის მსგავსებები და განსხვავებები, რაც მე დავინახე ამ ევროპულ უნივერსიტეტებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის და ზოგადად ქართული სწავლების ტექნიკას შორის და ასევე გაგიზიაროთ ჩემი თვალსაჩინო რაც ვნახე, რა გამოცდილებაც მივიღე, პოტენციურად ჩვენ ერთ დღეს და იმედია მალე, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, რა პრივილეგიებით ვისარგებლებთ როგორც სტუდენტები და რა შესაძლებლობები გვექნება შემდგომ. დავიწყებ იმაზე საუბრით, რომ ორივე საფეხურზე ჩემი პროფესიით არ ყოფილვარ წასული, არც ერთ უნივერსიტეტში, ორივე შემთხვევაში მომიჯნავე პროფესიებით წავედი, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერდისციპლინარული საკითხები მაინტერესებს ძირითადად მე და მინდოდა რომ რაღაცნაირად მომეხელთებინა სხვა ტიპის სხვა პროგრამები და ამ პროგრამების კურსები. შვედეთში მაგალითად 4 კურსი გავიარე 4-ვე განსხვავებული პროგრამიდან და დიდი ინსპირაცია ავიღე მაგალითად ერთ-ერთი კვლევის წერისას, ერთ-ერთი მედიასთან დაკავშირებული საგნის გავლის შედეგად რა ცოდნას მივიღე შემდგომ როგორ გადმოვთარგმნი ასე ვთქვათ იმ კვლევის წარმართვისას. ძალიან განსხვავებული ქვეყნებია მოგეხსენებათ შვედეთი და ავსტრია. ვიტყოდი რომ ალბათ ქართული ილიაუნის უნივერსიტეტის მიდგომა უფრო მეტად მაინც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს გავს ცხოვრების სტილითაც და აკადემიური თუ ადმინისტრაციული თვალსაზრისით. შვედეთზე რაც შეიძლება ვთქვა არის ის რომ მსგავსი ტიპის გამოცდილება ზოგადად ძალიან იშვიათია რომ ნებისმიერ ტიპის ქვეყანაში მიიღოთ, გამომდინარე იქიდან რომ უფსალას უნივერსიტეტს აქვს ძალიან სუყე სტუდენტური ცხოვრება. გარდა განათლებისა, მაგალითად უფსალაში არის სტუდენტური nations ქვია, მაგრამ სტუდენტურ union-ად უფრო თარგმნიან, ხოლმე სხვა ხალხისაც უფრო მეტად გასაგები იყოს. რამდენიმე ესეთი გაერთიანება სტუდენტური, სადაც საშუალება იძლევა სტუდენტს, რომ მსგავსი ინტერესების მქონე ხალხი გაიცნოს და როდესაც ვამბობ რომ გაიცნოს, აქ ამაში გულისხმობ, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კონტინენტის წარმომადგენლები შეიძლება გახდნენ თქვენი მეგობრები და არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისათვის, რომ შეიძინოთ კავშირები ამ ქვეყნებში და გააგებინოთ თქვენი პრობლემები იქნება ეს თუ არ ვიცი თქვენი მიღწევები ქვეყნისა თუ პირადი ცხოვრების შესახებ და ასევე გაეზიაროთ მათიც. და სტუდენტური გაერთიანებების საშუალებით, მაგალითად ერთ-ერთ გაერთიანებაში ვიყოფოდი მე თვითონაც, ფაქტობრივად შენს პატარა ოჯახს ქმნი, რომელიც სემესტრების თუ, რა ვიცი, მაგისტრატურაზე თუ სწავლობ ან ბაკალავრზე წლების განმავლობაში ერთად იზრდებით და ვითარდებით. შვედეთი როგორც ქვეყანა სისტემური თვალსაზრისით ძალიან განსხვავდება სხვა ევროპული ქვეყნებისგანაც და პირველად გავაცნობიერე ის ცოდნა რაც გამაჩნდა როგორ უნდა იყოს სახელმწიფო მოწყობილი, როგორ უნდა იყოს ზოგადად საზოგადოება მოწყობილი, აი ამის გაანალიზების საშუალება მომეცა ჯერ თვითონ უფსალას როგორც პატარა ქალაქის დანახვის საშუალებით, სადაც არსებობს მაგალითად კომუნა, რომელიც ეხმარება ყველაფერს, რომ მაქსიმალურად განვითარდეს სტუდენტური ცხოვრება ცალკე ანუ ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ასევე ეს სტუდენტური გაერთიანებები არის პატარა სახელმწიფოებები ამ ქალაქში, რომლებიც სრულიად სტუდენტებით არიან დაკომპლექტებულები, ანუ ვინც კი ამ იმაში რა ქვია, გაერთიანებებში მუშაობენ, არიან ყველა სტუდენტები და იღებენ ფაქტობრივად უდიდეს გამოცდილებას იმაში, მაგალითად არის პიარის მიმართულება, სადაც შეგიძლია რომ
ინფორმაციები განათავსო, პოსტერები გააკეთო, რა ქვია, კამპანიები დაგეგმო ასე შემდგომ, ანუ განვითარებს არა როგორც მარტო ინდივიდს, არამედ როგორც პროფესიონალსაც. ვენის უნივერსიტეტში ძირითადად როგორც ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტში გვახასიათებს ვიტყოდი ასე უფრო, სტუდენტური ცხოვრება ასევე ასე ვთქვათ, ყვავის იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივ მეცადინეობაში იმყოფები, მაგალითად, არ ვიცი, კაფეტერია იქნება თუ რაღაც სტუდენტური არეალები, რომლებიც საშუალებას გაძლევენ, რომ შენს მეგობრებთან ერთად იმეცადინო, აზრები გაუცვალო. არის არაერთი ტიპის შეხვედრები, ასევე მაგალითად უფსალაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიაზე არ მისწავლია, ერთ-ერთი საგანი, მაგისტრატურის საგანზე მაინტერესებდა, დასწრება მსურდა და თავისთავად უფლება ვთხოვე და მომცეს. რაც უნდა აღვნიშნო პირველ რიგში არის რომ რა განათლებას მაგალითად შვედეთში მივიღე ფაქტობრივად რაღაც მომენტში იგივე ტიპის განათლებას შეიძლება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით უკეთესად შეიძლება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით უარესაც ანუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან ჩვეულებრივად ადამიანი იღებ დრო დავინტერესდი აღმოვაჩინე რომ ყოფილა თურმე ყოველკვირეული შეხვედრები ფილოსოფიის საკითხებთან დაკავშირებით და რო ჩამოვედი რაღაცნაირად მე გავაცნობიერე და მე დავიწყე იმის დაფასება, რომ ჩემს უნივერსიტეტსაც რო შევხედე, იცი რა მსგავსი ტიპის ძალიან ბევრი რაღაცა გაგვაჩნია ჩვენს უნივერსიტეტშიც. მაგალითად ეს სტუდენტური სივრცეები, მაგალითად რაღაც ტიპის გაერთიანებები, კლუბები, არის ფუტსალის, ასე თქვა, სპორტული აქტივობები, არის ბორდ გეიმების საღამოები, არის უმაღლესი კვლევების ცენტრი, რომლებიც იდეალური საშუალება არის ახალგაზრდა დამწყები მკვლევარებისთვის, გახდეს ფაქტობრივად კარიერის დამწყების რაღაც საშუალება ერთგვარი და მიიღო ისეთი ტიპის, რა ქვია, გამოცდილება ერთის მხრივ და მეორე მხრივ განათლება, რასაც ანუ არაერთ ქვეყანაში იღებს, როგორც ერთ მაგალითად 4 შაბათობით, რა ქვია, ყოველკვირეული, მეტნაკლებად ყოველკვირეული საჯარო ლექციები. გარდა უმაღლესი კვლევის ცენტრისა მოგეხსენებათ ილია უნის მეილს დაწუნებული ამოწმებთ და არაერთი ლექცია სემინარები, საჯარო სემინარები ხდება ხოლმე, რომლებიც დაწყება ან სულ თავისუფალი არის და დისკუსიის შესაძლებლობაც გვეძლევა და ესეც ერთგვარი გამოხატულება იმის, რომ რაღაცნაირად ესეთი სტუდენტური ცხოვრება ჩვენს ქვეყანაშიც და ჩვენს უნივერსიტეტში ყვავის. როდესაც მოვდიოდი შვედეთიდან მეგობარმა მკითხა შემახსენე რომელ უნივერსიტეტში სწავლობო და უთხარი რომ ილინეს სახელმწიფო უნივერსიტეტში თქო და მეორე დღეს მომწერა რომ სხვადასხვა შორის გადავამოწმეო და შენი უნივერსიტეტიო ანუ საქართველოს მასშტაბით ნომერ პირველ უნივერსიტეტი ეწერაო higher education იმის რო არის რა ქვია Times Higher Education-ის ჯერ კიდევ 2023-24 წელი იყო როგორც მახსოვს შეფასებით და დღესაც რომ მოვდიოდი მინდოდა თვალი გადამევლო რაღაც ტიპის ესეთ ზოგად კვლევით ინფორმაციებზე და ნახე რომ ასევე წელსაც Times Higher Education-ის მიხედვით 2026 წლის უნივერსიტეტებს შორის რეიტინგში ნომერ პირველი იყო ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგების მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით იყო პირველი და როდესაც ამ ყველაფერს ვახსენებთ სიტყვაზე შეიძლება ნახო რომ რაღაც 300 მე რამდენიღაცა ადგილზე არის მაგალითად ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნდა გავხსენოთ რომ სოფლიოში ჯერ მარტო საქართველოში 60-ზე მეტი უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. ჯერ მარტო საქართველოში მე გავხსენოთ რამდენი ქვეყანა არსებობს ამ სამყაროში და რამდენი უნივერსიტეტი პოტენციურად ამ რეიტინგში ფაქტობრივად 300 რაღაც ნომერი იმდენად მოწინავი არის, რასაც გონია რომ ვერ ვაფასებთ ხოლმე ხშირად, რომ ანუ მინდა რომ ამ ყველაფერზე დაფიქრდეთ კიდევაც და ცოტა ისეთი აი შეაფასოთ აი ობიექტურადაც რამდენად წარმატებული არის საერთო ჯამში ჩვენი უნივერსიტეტი კვლევითი თვალსაზრისით, იმიტომ რომ როგორც წესი მე როგორც ვიცი ეს საერთაშორისო საგანმანათლებლო შეფასების კრიტერიუმები ფასდება ძირითადად ეს უცხოურ ინგლისურ ენებზე რამდენად ხდება კვლევები და რა ტიპის კვლევები რა ხარისხით და ასე შემდგომ. არაერთი ლექტორი ყავს მაგალითად ბატონი გიგა არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში განათლება მიღებული ფილოსოფიაზე სწავლობდა აქედან გამომდინარე მაგალითად თაზო თოხაძე ყავს რომელიც ახლახან დაბრუნდა სასექსის უნივერსიტეტიდან რომლის დოქტორანტიც არის და ესეთი არაერთი ლექტორი ყავს არაჩვეულებრივი განათლება მიღებული, რომლებიც გიზიარებენ შემდგომ რა თქმა უნდა ამ განათლებას და ამ ყველაფერზეც მე კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რამდენად დასაფასებელია რა ტიპის განათლება, რა ტიპის ევროპულ განათლებასაც ჩვენ დღესდღეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიღებთ. ასევე აკადემიური თავისუფლება რო დაცულია და დემოკრატიული ფასეულობები მნიშვნელოვანი არის ჩვენი უნივერსიტეტისთვის, გონი ამაზე, ანუ ხაზის გასმაც არ მჭირდება, იმიტომ რომ გონი ყველა ვხედავთ კვლავ და კვლავ აი ამ რა ქვია, იმებს კვლევით
არ ვიცი, თემები იქნება ესა თუ დისკუსიები იქნება თუ საჯარო შეხვედრები. ანუ ყველა ვეცნობით მგონი რომ მეტნაკლებად მეცნობია კიდევაც თქვენი სახეები, მაგალითად უმაღლესი კვლევის ცენტრის 4 შაბათის ლექციებიდან გამომდინარეთ. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის რომ ერასმუსის არსებობა ზოგადად ქვეყანაში და ასევე უნივერსიტეტში ასევე არის შემაზით დაუფასებელი თვითონ სტუდენტებში და ისე ვიღებთ ამ ინფორმაციას თითქოს ხო აი ერასმუსი არსებობს ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს ქვეყანაში და მორჩა. ანუ კარგია რომ უბრალოდ გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობა გვეძლება. არ არის ეს ასეთი მარტივი ამბავი. წარმოიდგინეთ რომ ევროკავშირი და ეს კონკრეტული უნივერსიტეტები პასუხისმგებლობასაც იღებენ და აფასებენ შენს განათლების სისტემასაც, რომ კი, თქვენ ხართ ევროპული განათლების ხარეს, ანუ თქვენი განათლება არის ევროპული განათლება, მოდი გავცვალოთ ჩვენ შორის არსებული სტუდენტები, არ უნდა გვაუწყეს, რომ პასუხისმგებლობას აცხადებს ეს კონკრეტული უნივერსიტეტი და ეს კონკრეტული ქვეყნები იმაზე, რომ ილიაში რომ ჩამოვა მაგალითად და ეს სტუდენტი 1 წლის განმავლობაში თუ 1 სემესტრის განმავლობაში მიიღებს განათლებას, ეს განათლება სრულად ვალიდურია და მოდის შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან, რა კრიტერიუმებიც გაარჩინა თვითონ ამ ქვეყნებსა და უნივერსიტეტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ვახსენო არის ადმინისტრაციული თვალსაზრისით ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენად არის განვითარებული, რასაც ასევე ვერ ვაფასებთ, თუნდაც ქვეყნის შიგნით რო ავიღოთ, ალბათ მეგობრები გეყოლებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რამდენად დიდი პრობლემა არის ხოლმე როგორც წესი ნებისმიერი ტიპის საბუთის მაგალითად მოძიება. როდესაც ერასმუსი აგზავნით, მოგეხსენებათ, რამდენიმე საბუთი არის, რომელიც გჭირდებათ მაგალითად აქტიური სტუდენტის სტატუსი, მაგალითად ნიშნების ფურცლები და ასე შემდგომ, რაც გჭირდება რომ გადააგზავნო ელემენტარულად გასვლითი პროგრამისათვის. როგორც წესი, სამუშაო დღეში გვეგზავნება ხოლმე ეს ინფორმაცია ჩვენ. პირადად ჩემი გამოცდილებით უფსალში არაჩვეულებრივი იყო, მსგავსი რა ქვია, ადმინისტრაციულად გამართული იყო ეს მხარემოკლე სისტემა. ვენაში მაგალითად ჩემი შეხედვით და ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ილიაუს უნივერსიტეტს უფრო უკეთესი ადმინისტრაციული სისტემა ჰქონდა, არა მხოლოდ ცალკე ადმინისტრაციით, არამედ ერასმუსის გუნდთან მიმართებაში, ვიდრე მაგალითად ვენის უნივერსიტეტში რა გამოცდილებაც მე მივიღე. ასევე ის უნდა ხაზი მინდა გავუსვა ერასმუსის გუნდის ჩართულობაზე თითოეულ მონაკვეთში, თითოეულ ეტაპზე, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ანუ გულსა და სულს დებს რეალურად ეს ხალხი, რომ რაც შეიძლება დაგვეხმაროს თითოეულ ჩვენგანს, ჯერ რა ქვია, როდესაც შერჩევა ხდება იმ მომენტში, შემდგომ როდესაც გარჩევენ, ცალკე შეხვედრებს ამზადებენ ხოლმე ჩვენთვის თუ არიცით სანამწახვალთ რაიმე, რა ვიცი, emergency სიტუაცია თუ დაგჭირდათ, რა უნდა აქნათ იმ მომენტში ფსიქოლოგიური დახმარების დროს რა შეიძლება გამოიყენოთ, თუ შეიძლება მიმართოთ, აქეთ უნივერსიტეტში როგორ შეგვიძლია დაგვეხმაროთ, იქით უნივერსიტეტში როგორ შეგვიძლია დაგვეხმაროთ და სისტემურად იმდენად გამართული აღმოჩნდა ჩემი გამოცდილებებით ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ერასმუსის თვალსაზრისით თუ ასე შემდგომ, რომ უბრალოდ ანუ აუცილებელია რომ გვახსოვდეს ეს ხალხი, ვინც რეალურად გულწრფელად მუშაობს და თავს აკლავს და მაქსიმალურად გვეხმარება ამ საქმეების წარმართვაში, მართლა რომ ჩართულები არიან და გულწრფელად თქოთ შეადაროთ ხოლმე მაგალითად სხვა უნივერსიტეტებსაც რამდენად არის ერასმუსის გუნდი თუ ადმინისტრაცია ამ საქმიანობებში ჩართული. საუბრის მეორე ნახევარი მინდა გავაგრძელო მცირედი ასე ვთქვათ დებულებებისავით მინდა შემოგთავაზოთ. არგუსის სისტემაზე ასევე ძალიან მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ არც ერთ უნივერსიტეტში არ მიმიღია ისეთი გამოცდილება, რა ქვია, ვებსაიტის გამართულობის თვალსაზრისით, როგორც გულწრფელად ვამბობ, გვაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც წესი, არც ერასმუსის კატალოგს თვალს გადავლებთ ხოლმე, საათობით გიწევს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრი და ძებნა იმის თუ რა საგანი შეგიძლია ერთჩო ადამიანს, ხან სილაბუსი არ აქვს იმ საგანს, ხან უბრალოდ სად უნდა მიაგნო შენი პროგრამის ან მომიჯნავე პროგრამების რა ქვია, პროგრამების ჩამონათვალში არსებული საგნები, ფაქტობრივად არ ვიცი, საათებს იმაშები რა ქვია, spent ხარჯავ მაგის მოძიებაში. და არგუსის სისტემას რო გამართულია და ეს რო დასაფასებელია, ეს ცალკე საკითხი არის. და ბოლო ნაწილი, რაც მეორე ნაწილი უფრო სწორად, რაც მინდოდა მესაუბრა, არის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში რა პრივილეგიებით ვისარგებლებთ როგორც ევროკავშირის წევრი სტუდენტები. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თუ ვინმე დაინტერესებულ ხართ და შეგიმოწმებიათ სულ მცირე ფასები რა ღირს ევროპაში რო განათლება მიიღო, რა თქმა უნდა განსხვავდება სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ფასები, განსხვავდება ქვეყნის მიხედვით ასევე ცალკე რა ტიპის რა ქვია ფასები ღირს უნივერსიტეტებში სწავლება.
უბრალოდ ხანდახან წარმოუდგენელადაც კი მიმაჩნია, რომ ქართველმა სტუდენტმა იმას გაწოდეს, რაც ფაქტობრივად არის ხოლმე მითითებული იმ რიცხვებში. მაგალითად, ახლახან სვავდებნები თვალყურს ამსტერდამში და ხრონიგენის უნივერსიტეტში ორი მასტერის პროგრამა არის, რომელიცაც დაინტერესებული ვარ და ორივე პროგრამა ღირს არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის 20,000 евро წელიწადში. აქვე მინდოდა ნიდერლანდის გამონაკლისი დამესახელებინა, როგორც წესი ევროკავშირის თუ გავწევრიანდებით ამ შემთხვევაში თითქმის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაც კი არის ევროკავშირის ქვეყნებში, იქნება უფასო და ხელმისაწვდომი ჩვენთვის რომ ვისწავლოთ. ნიდერლანდში ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ იქ მაგალითად 2,000 евро ღირს დაახლოებით 2,000 ევროს გარშემო ღირს ხოლმე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის განათლების მიღება, რომელიც რო შევადაროთ 20,000 ევროც, 10ჯერ მეტი ფასის გადახდა გვიწევს როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. უფსტალს უნივერსიტეტი ასევე უფასო იყო ჩემი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი მეგობრებისთვის მაგალითად და ძალიან ბევრი დახმარება თუ უბრალოდ ძალიან მარტივია ხოლმე როგორც წესი ევროკავშირის წევრი ქვეყნისათვის გადახვიდე მაგალითად და იცხოვრო სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. არ ჭირდება არანაირი ვიზა, არ ჭირდება არანაირი საბუთი ფაქტობრივად იმისა, რომ იმ ქვეყანაში არსებობ. თუ ვინმეს გამოგიცდათ ვიზის შევსება, ჯერ მარტო რამდენ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. დაახლოებით ამდენი დასტა გჭირდება ფურცლებისა იმისათვის რომ მხოლოდ და მხოლოდ ის დაუმტკიცო რომ უბრალოდ ადამიანი ხარ რომელიც მიდიხარ სასწავლებლად ამ უნივერსიტეტში და სიტყვაზე ეს არის რა ვიცი ჩემი დაფინანსების წყარო ან რა ვიცი შემოსავლების წყარო და ასე ვიფინანსებ. მე მაგალითად ვენაში რო წავედი სამჯერ მომიწია მისვლა საელჩოში იმის გამო რომ უბრალოდ საბუთებს მაგალითად ფოტოს არიღებენ აი ესეთი და ესეთი განათება არ იყო ეს არ მოეწონათ. მერე არიღებენ რაღაცა მაგალითად ბანკის ანგარიში რაღაც კონკრეტულ იმას და ანუ რაც თავიდან რომ მიდიხარ ადამიანმა ეს ყველაფერი არის ან მოაგროვებ ამ საბუთებს, მაგრამ მიდიხარ და შეჩეხები რომ კიდე რაღაც დაბრკოლება. მერე იმ დაბრკოლება მოყვება ხოლმე, რაც უბრალოდ ანუ ადამიანური ამბავია რომ არ არის ასე თქვა ბოლომდე განსაზღვრული შენთვის ანუ რა არის გასაკეთებელი საქმე. რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, ეს ყველაფერი ჩვენთვის იქნება საერთოდ არახარისხოვანი, მეორეხარისხოვანიც არა. უბრალოდ არ ექნება არანაირი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არც დაგვჭირდება ამ ყველაფერზე ფიქრი და ზრუნვა ამ საკითხებზე. ჩვენი ხარისხის აღიარებასთან მიმართებაში მოგეხსენებათ მიუხედავად იმისა, რომ მაინც ასე თუ ისე ევროპულ განათლებას ვიღებთ ჩვენ ამ ქვეყანაში, თავისთავად ხარისხი ანუ ვერ მივა იმ ევროპულ ხარისხთან, ანუ თვითონ დოკუმენტის თვალსაზრისით, თუ ამბობ ხარისხობრივი თვალსაზრისით, ბევრად უფრო სანდომიანი ჩანს მაგალითად ვიღაც X შვედისათვის, როცა განათლება გაქვს მიღებული ნიდერლანდში, ავსტრიაში, იტალიაში ან სხვაგან, ვიდრე მაგალითად ქართულს როდესაც წარუდგენ, რომელიც კი მიიღებენ, მაგრამ შეიძლება რა ვიცი, დამატებით გამოცდების გავლა მოგიწიოთ მაგის გამო რომ გადაამოწმონ რამდენად სწორად, ანუ რამდენად რა ქვია, სწორი არის ეს ხარისხი და შეფასებები რაც გაქვთ მიღებული იმაში, გადაამოწმონ არ ვიცი, თქვენი ცოდნა კონკრეტული მიმართულებებით თუ თქვენი პროფესიასთან მიმართებაში და ევროკავშირში გავწევრიანების შემთხვევაში ასევე ეს ბარიერი მოგვეხსენება, რაც არის ძალიან დიდი არ ვიცი, წინა გადადგმული ნაბიჯი ჩვენი კომფორტისათვის, რომ უფრო მარტივად მივიღოთ ალბათ უკეთესი განათლება. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ბევრად ოღონდ ძალიან ბევრად უფრო მარტივი არის ნებისმიერი ტიპის სტაჟირებაზე თუ ანუ უბრალოდ სამუშაოზეც რო დაიწყო არასტაჟირებად სამუშაოზეც რო დაიწყო მუშაობა არ ვიცი 10ჯერ და 100ჯერ უფრო მარტივი არის ამ ყველაფრის გაკეთება. მაგალითად, ვენაში რომ ვყოფებოდი, ნიდერლანდში იყო გამოცხადებული ერთ-ერთი აპლიკაცია, ერთ-ერთ მოკეთ რაღაც X დასაქმებაზე და გადაუგზავნე ჩემი ინფორმაცია და მალევე მომდის პასუხი შემდეგი. ვიცი რომ ამ ქვეყანაში არ იმყოფებით აქედან გამომდინარე ბოდიშით, მაგრამ ვერ მიგიღებთ, იმიტომ რომ housing crisis-ი აქვს და ამავდროულად ძალიან მალე გვესაჭიროება რომ დავასაქმოთ ვიღაც პირი ამ და ამ თანამდებობაზე, აქედან გამომდინარე გვირჩევნია რომ ისევ და ისევ ევროკავშირის წევრი ვიღაცა ავირჩიოთ, რადგან ანუ საბუთებზე არ მოგვიწევს ზედმეტი თავის შეწუხება. რა თქმა უნდა, ყოველთვის მარტივ გამოსავალი უკეთესი არის, მაგრამ შეიძლება რა თქმა უნდა აგირჩიონ კიდევაც ეგ არ ნიშნავს რომ არასდროს არ აგირჩევენ, მაგრამ
ანუ კიდე ერთი დაბრკოლება არის ეგეც, რომ არ ვიმყოფებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და რაღაც პასუხისმგებლობები იქნება თუ უბრალოდ, საბუთების მოგვარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რამე, იმ სამსახურსაც მე დასჭირდება რომ წარადგინოს მაგალითად ამა თუ თავიანთ დაწესებულებაში ან რაღაცა არ ვიცი სისტემის რაღაც ნაწილი ახლა მაგალითად ავსტრიაში სპეციალურად უნდა გადააგზავნოს დამსაქმებელმა ერთ-ერთ ორგანოში მე მინდა რომ ესა და ეს ინდივიდი დავასაქმოთ და თუ მივიღებ თანხმობას ამის შემდგომ შევძლებ ამ ინდივიდის რა ქვია დასაქმებას ამ ადამიანთან თანამდებობას ან თანამდებობაზე ნებისმიერ იმაზე ადგილას პოზიციაზე და რაც ხშირად რა ქვია პრობლემა ხდება ხოლმე იმიტომ რომ იმ ორგანოდან შეიძლება ნეგატიური პასუხი მოვიდეს და უთხრას რომ იცი რა არის ამ ქვეყანაში იმყოფება უკვე მსგავსი ტიპის კადრი და რატო გავცევი ვიღაც სხვაზე ვიზა როდესაც უკვე არსებობს ხალხი ვისაც ვიზა გააჩნია რომელსაც მსგავსი გამოცდილებები გააჩნია, მსგავსი ცოდნა გააჩნია, ხარისხი და ასე შემდგომ. მოდი ეს ხალხი დაასაქმე და ზედმეტად არ შემეწუხო ვიზაზე კიდე ვიღაცის ჩამოყვანაზე ამ ქვეყანაში, აქ სამუშაო იმებზე, რა ქვია, პირობების შექმნაზე, ცალკე ვიზას რო გაძლევს ან რაღაც მოქალაქეობას პოტენციურად შემდგომ, ანუ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას იღებს ის ქვეყანა კონკრეტულად თქვენზე, როგორც ინდივიდზე, იქნება ის ჯანდაცვის თვალსაზრისით თუ მილიონი თვალსაზრისით, ამიტომაც ურჩევნიათ რომ ისევ და ისევ იმ ქვეყანაში არსებულ ხალხს შეუწყონ ხელი და დაასაქმონ, ვისაც ევროპული ოჯახის წევრი ხარ, დაფინანსებები, გრანტები, კვლევებთან დაკავშირებით, ბევრად მარტივი არის მოიპოვო, ვიდრე მაგალითად საქართველოს ან რაღაც საქართველოს წარმოადგენმა რომელიმე კონკრეტულმა უნივერსიტეტმა. რაც ასევე განავითარებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ კვლევით ბაზებს, ზოგადად მკვლევარებს, საშუალება მოგვეცემა რომ დავსაქმნეთ კიდევაც გარკვეული თვალსაზრისით და წეღარაც ვახსენე რომ ის ხალხი ვინც ჩამოდის მაგალითად სტუდენტები გასვლითი პროგრამით რომ ჩამოდიან აქ და განათლებას იღებენ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება რომ გავიდეთ მაგალითად სხვა ქვეყანაში და მივიღოთ რაღაც პროფესიული განათლება, მაგრამ ასევე იმ ქვეყნის წარმომადგენლებსაც იქნება შესაძლებლობა რომ ჩამოვიდნენ ძალიან მარტივად ამ ქვეყანაში და საქმდნენ. და ეს კულტურული გაცვლები ან ძალიან დიდ გამოცდილებას მოგცემენ და დიდი ნახტომი იქნება ჩვენთვის განვითარების თვალსაზრისით, ძალიან დიდი ნახტომი იქნება ჩვენთვის რომ ამა თუ იმ პროფესიებში უფრო მარტივად განვითარდეთ და რაღაც შედეგებს უფრო მარტივად მივაღწიოთ. და ბოლოს მთლად განათლებაც რომ რაღაც მომენტში დავივიწყოთ, როდესაც მიდიხარ გასვლითი პროგრამით უცხოეთში. შეიძლება ალბათ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის ამ მოცემულობაში არის ხოლმე ნეტვორკინგზე და კომუნიკაციებზე, ასე ვთქვათ, მუშაობა. როგორც წესი მაგალითად ერთი გერმანელი მეგობარი მყავს, რომელიც წეღარო ვახსენე, ანუ ბევრად უფრო მარტივი არის დასაქმნე მეთქი სხვადასხვა თანამდებობებზე, მაგალითად ჟენევაში არის ეხა ის კაიროში დასაქმებული სტაჟირებაზე იყო და ეხა პოტენციურად დასაქმდება კიდევაც როგორც სრული ასე ვთქვათ დაქირავებული მუშახელი ასე ვთქვათ ამ იმის ორგანიზაციის და სულ მუდმივად მაგალითად ვართ კონტაქტზე ხოლმე და მიგზავნის პოტენციურად რაღაც ვაკანსიებს რაც გონია რომ ჩემთვის რელევანტური იქნება მიგზავნის ხოლმე რაღაც ინფორმაციებს მაგალითად უნივერსიტეტთან დაკავშირებით ეს ხوار და გაინტერესებს ეს ხوار გსურს და მსგავსი ტიპის კავშირები ყოველთვის მნიშვნელოვანია მაგალითად თუ ბაკალავრზე იმყოფები ან მაგისტრატურაზე და მე კიდე გინდა მაგისტრატურაზე ან დოქტორანტურაზე გაგრძელება სწავლის უცხოეთში კონდეს კავშირები ხალხთან რომლებსაც იმ კონკრეტულ უნივერსიტეტებში ან სულ მცირე იმ ქვეყნებში აქვთ განათლება მიღებული და ბევრად უფრო მეტად იციან სისტემური თვალსაზრისით როგორ შეიძლება ან სად შეიძლება ჩააბარო არა მხოლოდ ამ რაღაცა განმანათლებლო პროფესიული თვალსაზრისით, არამედ მაგალითად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სულ მცირე რაღაცა აპდეიტით იქნები იმა და ამა თუ იმ ქვეყანაში რა ხდება იმ კონკრეტულ მონაკვეთებში, როცა მაგალითად ინსტაგრამზე სტორით შეხვდება რომ რაღაცა მოხდა. მაგალითად საქართველოში რაც ხდება ხოლმე როცა ნახულობენ ჩემი მეგობრების სტორის, ანუ ყოველთვის აქვთ ხოლმე რაღაც უკავშირება რა ხდება, როგორ არის, როგორ გძნობთ თავს, რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ, ანუ რა არის რაც კი რა საშუალება შეიძლება გაგვაჩნდეს რომ ანუ მაგალითად მე როგორც მეგობარს რო იმას აქვნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვიყვარს მოგზაურობა ქვეყნებს შორის და დათვალიერება ამა თუ იმ ქვეყნების. ყოველთვის გექნებათ საკონტაქტო ნომერი სულ მცირე, ვისაც როცა იმოგზაურებ დაურეკავ და ეტყვი რომ მაგალითად იცი რა მე დღეს შენ ქალაქ შენ სადღაც ვიმყოფები და ხო არ გინდა გავიდეთ. ან შეგეძლებათ რომ არ ვიცი რა ვქეთ თუ თან ახო მეგობრებიც ხართ, მათთან დარჩეთ და ანუ მოგზაურობა ერთად დაგეგმოთ, რა ვიცი გამოცდილებები მიიღოთ ასევე ამ თვალსაზრისითაც რომ კულტურულად გაიცნოთ ხალხს, მაგალითად ენის მხრივ, აი
ერთ ბოლო რაღაცასაც ვიტყვი და ამით დავასრულებ. რომ შეიგრძნობ, ჯერ მარტო ანუ საქართველოს და თბილისი რა პატარაო, სულ იმას ვაბავთ, მაგრამ მე ნახავთ უკვე აი ზოგადად ეს ქვეყანა რა პატარა არის და რამდენად მარტივად არის შესაძლებელი, რომ კომუნიკაციები დაამყარო ხალხთან, რომლებიც რაღაც 1 ან 2 წელიწადში კიდე რაღაც ახალ კომუნიკაციებს და მეგობრებს გაგიჩენს და კიდე უკეთესად განავითარებს სიტყვაზე პროფესიული თვალსაზრისით თუ ინდივიდუალური რაღაც პერსონალური თვალსაზრისითაც. კარგით, მადლობას მოგიხდით მოკლედ დღევანდელი მობრძანებისთვის უპირველე რიგში და კარგად